დილამშვიდობის შესახებ. დილამშვიდობისა, კოსტიუმებს, კოლაჟებს, ფოტოებსა და სხვა საინტერესო ექსპონატებს, რომელიც სერგო ფარაჯანოვის სახელს უკავშირდება მის გამოფენაზე 9 თებერვალს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მოუყრიან თავს. სტუმრები, კინოსა და მუსიკის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია და საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხათუნა ხუნდაძე არის. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა პირობებში მომზადებისთვის. მოდი დავიწყოთ თვითონ აი მომზადების პროცესით, მე ვიცი რომ საკმაოდ დიდხანს აგროვებდით თუნდაც აი ამ გამოფენისთვის მასალას. საკმაოდ საინტერესო იყო ალბათ მუშაობა ამ გამოფენაზე, სად შეაგროვეთ და მოგვიყევით ერთ აი ამ მუშაობის პროცესზე. ექსპონატები შეგროვდა მოსახლეობაში, ოჯახებში. ეს არის ნამუშევრები, რომელსაც ერგო ასე გულუხვად ჯუქნიდა მეგობრებს, ახლობლებს და ფაქტობრივად მთელი თბილისური ელიტა დამიდგა გვერდით და თუ კი ვინმეს რაღაც პატარა ნაგლეჯიც კი ეგულებოდა, სადაც ყველაფერი შევაგროვეთ. მაგრამ არის ექსპონატები, რომლებიც ვერ მოხვდა კოლექციაში, იმიტომ რომ ზოგი მფლობელი საზღვარგარეთ არის, იქ ვერ მოასწრეს ჩამოტანა. მაგრამ ის მაინც მოახერხე, რომ მოხდა ამ ნამუშევრების რეგისტრაცია და სამომავლოდ მე მგონი კარგი იქნება, რომ სრულყოფილი გამოფენა გავაკეთოთ იმ ექსპონატების, რომელიც საქართველოშია შემორჩენილი. მით უმეტეს თორცები მომავალ წელს არის მრგვალი თარიღი, ხო? კი ბატონო, ეს იყო მიზეზი, რომ გაგვეკეთებინა წელს გვენახა რა არის ზოგადად დარჩენილი საქართველოში და მომავალ წელს უკვე 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩემის აზრით უფრო დიდი ღონისძიებაა. მეგონი კულტურის სამინისტრო ამას ბევრი რამეა დარჩენილი ისე მართლა. ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ საინტერესო. აი მომენტად არის მისი ხელით დაწერილი პატარა ქართული წერილი, უბრალოდ მინაწერი, რომელიც ალბათ სხვას არავის არ აქვს აბესაძეების ოჯახს. არის რაღაც საინტერესო ნივთები, რომელიც გამოფენაც მე მგონი არ იქნება ცუდი და ეს რა არის ჩვენმა თაობამ უკვე აღარ იცის, იმიტომ რომ ორიგინალში არაფერი აღარ აქვს ნანახი და ის ნივთები, რომელიც ოჯახებშია დაცული, ისინი ფაქტიურად ფართო მაყურებლისთვის არ იყო მისაღწევი და აი ხა ეს გახდებოდა აი რა გიცათ ყველა გვერდში დამიდგა, იმიტომ რომ იმდენად გავაუგნებულები იყვნენ რომ რეკავდი რომ ესეთი ღონისძიება არის დაგეგმილი კულტურის სამინისტროს პარის, ხო, ესეთი გამოფენა, რომელიც უშუალოდ ეძღვნება. რამდენადაც მე ვიცი კი, მაგრამ არ მინდა რომ 100%-იანი იყოს ჩემი ის. მე ვიცი რომ რაღაც პატრა გამოფენა გაკეთდა მის სახლში გარდაცვალების მერე, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური, ნუ მასშტაბურს ამას ვერ უწოდებთ, მასშტაბური არის ის, რაც არის ერევანში და ჩვენ აი იმ ფარგლებში, რაც მოვიპოვეთ, მე მგონი ყველაზე მაქსიმალური წარმოსდგებით და აი გიორგისაც მადლობა რომ მისი კოლექციიდანაც რა იქნება, ანუ აი ზუსტად რომ გითხრათ, რა იქნება წარმოდგენილი, როდის გაიხსნება ეს გამოფენა და რამდენი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება მსურველებს, რომ დაათვალიერონ ის ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. მე ვფიქრობ, რომ უფრო კომპეტენტურად ამაზე ხათუნა ილაპარაკეს, მე ერთადერთი ვიტყვი, რომ მე ძალიან ამაყი ვარ იმითი და ხათუნაც დამიდასტურებს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია საქართველოში არსებულ კოლექციათაგან ჩვენს მუზეუმშია, იმიტომ რომ აქ არის სერგო ფარაჯანოვის კოსტუმები, რაც მე სხვა მუზეუმში იყოს, გარდა ამისა არის რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი ასეთი რამ, რომ აი როგორც იქნა დადგა საქართველოში ეს მომენტი და დაიწყოს პროცესი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ სერგო ფარაჯანოვის მასშტაბური გამოფენა გავაკეთოთ. ანუ ეს ვფიქრობ რომ სათანადო დაფასებაა მისი, ყოველ შემთხვევაში ვცდილობა მისი შემოქმედების სათანადო დაფასება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო და განსაკუთრებით ხათუნა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს ჩვენი მუზეუმისთვისაც დიდი პრესტიჟის საკითხია, თუმცა ხათუნა უნდა თქვას რა იქნება ძირითადად წარმოდგენილი. ხო, რომ დავაკონკრეტოთ, ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ მაინც ნაწილობრივ, მაგრამ მე მგონი ეს მაინც არასრული ჩამონათვალი იყო და კი ბატონო, სულ ჩამონათვალს მაინც არ გამამხელ, სრული იქნება გამოფენაზე მოგზანდით და იხილეთ. აქ იქნება კოსტიუმები, იქნება რამოდენიმე თოჯინა, იქნება კოლაჟები, აი ეს მისი საყვარელი ტექნიკი, ჩერეული ტექნიკით, აი ეს ეფექტურები. ასევე იქნება გრაფიკა. ძალიან საინტერესო, სხვათაშორის ერთი ისეთ საოცარი ნამუშევარი მომიტანეს ამას წინათ, რომ აი გავოგნდი რომ დავხედე, აბსოლუტურად სხვა ხელწერაა. მაგრამ ფარაჯანოვი იყო ძალიან მრავალმხრივი ადამიანი და ეს მრავალმხრივი მხარე იქნება, ეს მრავალმხრივადობა იქნება ძალიან ისე კარგად წარმოდგენილი. მაქვს მისი ერთი სცენარი. არის პორტრეტები, რომლებიც მის სახლში ეკიდა, ანუ ქართველი ხელოვანების და არაქართველის, რომლებიც სერგოს ხატავდნენ. აი 3-4 ესეთ ნამუშევარი, ესეთ პატარა თოჯინაც არის კიდევ.
თოჯინები რა თქმა უნდა ეს ცნობილი თემა ფარაჯანოვის და რაც თავარია მოვიგონებთ ფარაჯანოვის. თქვენ ახსენეთ რომ აი ყველა მხარში დამიდგა თითქმის და აბსოლუტურად ყველა მოიწონა ასე ვთქვათ ეს იდეა, ხო? აი ცნობილი ვთქვათ ქართული ოჯახებიდან ვის აღმოაჩნდა ესეთი ყველა ცნობილია ექსპონატები, რომელიც ახლა გამოიფინება. ნიკუშა შენგელაიასგან მაქვს ძალიან ბევრი ექსპონატი, სოფიკოს ექსპონატებია და მეთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იქნება ალბათ, ხო? კი, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო თუნდაც იმითი, რომ ეს არის ყველაზე ბოლო ნამუშევრები მისი. ორი ნიღაბია სოფიკოსი, ფარაჯანოვის მიერ თვალების გაკეთებული ძალიან უცნაური ნამუშევარია, ძალიან უცნაური და ეს არის ფაქტობრივად ყველაზე ბოლო კოლაჟი მის მიერ შესრულებული, ერთი თოჯინა. ერთ ოჯახში მაგალითად ლამარა ქველიძის ოჯახში ყოფილი გარდაცვლილი ჩვენი ქართველი ხელოვანია მოქანდაკე, მის ოჯახში იყო ძალიან საინტერესო ნივთები. ჯურა მეჩთოვს აქვს, აი ხა გადის კადრში ჯურა მეჩთოვის გრაფიკა, ჯურა ყავს დახატული. და რაც თავარია და რაც აუცილებელია, ეს არ შეიძლებოდა რომ აგოხვია მეჩთოვის ფოტოების ეს არის. რომელიც ასევე მრავლად მემატიანე. კი, ძალიან გულუხვად, მაგრამ მე შევეცადე ისეთი ფოტოები ამერჩია, რომლებიც ძალიან ისე ცნობადი არ იქნებოდა, ცოტა ისეთი რომ მიურას აქვს, მე მგონი 1-3-4000-მდე ფოტო მისი და შევეცადე რომ იმ კოლექციიდან რაღაც ანუ ამხრივად საინტერესო იქნება და უცნობი ფოტოები იქნება. ანუ კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს, როდის გაიხსნება ეს გამოფენა და რამდენი დღის განმავლობაში იქნება გამომდინარე იქიდან რომ ეს ოჯახებიდან შეგროვილი მასალა ალბათ რაღაც რამდენიმე დღით გაგრძელდება, ხო? იცით რა, აბსოლუტურად ყველამ გათხოვა, თითქოს ყველა ნერვიულობს, მაგრამ მე მგონი აქ ანერვიულო არაფერია, იმიტომ რომ ეს გამოიფინება მუზეუმში. გახსნა გვაქვს 9 თებერვალს 15 საათზე, 3 საათზე და გაგრძელდება 18 თებერვლამდე. აი 10 დღის განმავლობაში ყველას ექნება საშუალება, რომ ორიგინალში იხილოს სერგო ფარაჯანოვი. და კიდევ ერთხელ გაიხსენოს სერგო ფარაჯანოვი, გადახედოს კიდევ ერთხელ გადაავლოს ასე ვთქვათ თვალი მის შემოქმედებას და ცხოვრებას. გიორგი, მე არ მინდა რომ გაგიშვათ აქედან ისე რომ არ კითხოთ ერთ ძალიან საინტერესო საგამომცემლო პროექტის შესახებ, რომელსაც თქვენ ჩაუდექით სათავეში. ხო, თუ არ ვცდები ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ერთი ტომი. თუ შეგიძლია გითხრა, ანუ ეს შემდეგი ტომი როდის გამოდის და კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს, ანუ ერთ ფრაზეა საუბარი. უბრალოდ ხათუნას თქვამს, აი მოკლედ დავამატებ, რომ დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული, არც ეს არ შეუძლია არ ინერვიულოს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით დიდი კოლექციები მიგვიღია და ძალიან ძვირფასი, ასე რომ არავის არ ინერვიულო, ყველაფერი დაცული. მე კიდევ ერთხელ დამშვიდდი ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ ძალიან ჩემ პასუხისგებლობაზეა ყველაფერი და ბუნებრივია მეც ნერვიულობ. რა თქმა უნდა. მეორე რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტი დაიწყო, ეს არის უპრეცედენტო პროექტი ამ თვალსაზრისით, ბჭყალებში რომ თქვა პირველად აი ასე მასშტაბურად სამუზეუმო საცავებს ტოვებს ის ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც ჩვენს მუზეუმში არის დავანებული. 46,000-ზე მეტი დოკუმენტი ინახება, ეს არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი, აი სასცენო ხელოვნების თვალსაზრისით. მე დავასახელებ რამდენიმე სახელს, ეს იქნება ნატო ვაჩნაძე, მიხეილ ჭიაურელი, სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილი. მათი წერილები, მათი ნააზრევი, რომელიც დღემდე გამოქვეყნებას ელის. ეს არის ძალიან საინტერესო მასალა, აი მართლა ოქროს საგანძური, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის გამოცემლა გუმბათის და ჩვენი ერთობლივი პროექტი და ჟურნალ სარკესთან ერთად ყოველთვე გამოვა ეს ნაშრომი. ეხლა მე ძალიან დიდი მოლუდინით ველოდები, ეხლა თუნდაც ახსენან ნიკუშა შენგელაია, მიხეილ ჭიაურელის ტომი მზადდება, მართლა ძალიან. ეს იქნება შემდეგი, ანუ რაც გამოვიდა. მეორე ტომი იქნება მიხეილ ჭიაურელი, ჩვენ ვიცნობთ მიხეილ ჭიაურელს და ვიცით რამდენად დიდი და უკვდავი სახელია ის საქართველოს ისტორიაში, მაგრამ აქ დაინახავთ ძალიან საინტერესო სხვა კუთხით, ძალიან საყვარელ მიხეილ ჭიაურელს, რომელიც ამასთანავე იყო ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს ცდილობდა რომ გაეკეთებინა საქართველოსათვის. ერთ მაგალითს დავასახელებ. აი ჩვენ რომ დღეს გვაქვს ძალიან ბევრი ძვირფასი ქართული კოსტუმი დაწყებული ლუარსაბ მეფის, უბრალოდ იმერთა მეფის ოქროს აბჯარი, ეს ყველაფერი ინახებოდა რუსეთში და აი მიხეილ ჭიაურელი როდესაც იღებდა ფილმს გიორგი სააკაძეს, მან პირადად სთხოვა სტალინს, რომ გამოეტანათ მოსკოვის მუზეუმებიდან და გადმოეცათ საქართველოსათვის აი ფილმის გადაღების მიზეზით. გადაიღეს ფილმი და შემდეგ ეს ძვირფასი ეროვნული საგანძური დარჩა საქართველოში. ასე რომ აი ამ კუთხითაც დავინახავთ დეტალია, რომელსაც პირველად გაიგებს მკითხველი. მე ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი დაიწყო, ვერ გეტყვით რამდენი ტომი იქნება, ეს არის ამოუწურა, მაგრამ რაც თავარია ეს დიდი საქმე დაიწყო. და ანუ ეს გამოვა როდის თებერვალში? ეს შემდეგი ტომი იქნება თებერვალში, ანუ ყოველ
თვე გამოდის, ჩვენ დაახლოებით 5 ტომი უკვე ვიცით, რომ ეს არის იწყება კოტე მარჯანიშვილით, შემდეგ მიხეილ ჭიაურელი, შემდეგ სანდრო ახმეტელი, ბალან ჩივაძეები, ლადო მესხიშვილი, წელს სრულდება გიორგი ერისთავის 200 წლის იუბილე. გიორგი ერისთავი ძალიან საინტერესო ფიგურა არის, აი ჩვენ ვიცით ჩვენ ზოგჯერ ამ ადამიანებს უყურებთ მხოლოდ მათ ფასადს ხედავთ. აი ჩვენ გვინდა რომ იქნება შემოუაროს მათ და დაინახოს აი მთლიანად იგრძნოს ეს. როგორ იქნება? ნუ ხელმისაწვდომი იქნება ეს ტომები ჩვეულებრივ ვთქვათ რა თქმა უნდა, ყველასაც აი სწორედ ეს არის რომ ეს არ გვინდოდა ყოფილიყო რაღაც მხოლოდ რაღაც ჩაკეტილი თუნდაც მუზეუმის ფარგლებში. გუშინ სხვათა შორის წავიკითხეთ ჩვენ ყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თეატრწოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და მის ერთი წერილი წავიკითხე ამ გამოცემასთან დაკავშირებით. და ძალიან სწორად ამბობს, რომ შეიძლება ვიღაცას ეს ქვეშ დაიყენებინა, რომ აი ამ ხელა მასალა რო გამოდის, მუზეუმი ხო არ კარგავს თავის ფუნქციას. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ფუნქციას იძენს, რომ კიდევ უფრო ვთქვათ მეტი და მეტი მუშაობს და აღმოჩნდეს. ძალიან კარგი, დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გეგმებში. თებერვალში მოკლედ დაველოდებით აი ამ ახალ ტომს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ 9 თებერვალს გაიხსნება სერგო ფარაჯანოვის გამოფენა, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში გექნებათ საშუალება, რომ უნიკალური ნივთები დაათვალიეროთ და ნახოთ გაიხსენოთ. კი. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე, რის შემდეგაც ძალიან მალე დაბრუნდებით. ასე რომ დროებით დაგველოდეთ.